ვიდრე წალკაში ახალი თანამედროვე სტილის საპირფარეშო აშენდება, მანამდე წალკელებს და წალკაში სტუმრად მყოფებს ამ საპირფარეშოთი სარგებლობა უწევთ. საპირფარეშოს კადრები ჩვენმა რედაქციამ გადაიღო. აქ არაა წყალი და არც ჰიგიენის ნორმებია დაცული. არც კარი იკეტება. ტურისტი, რომელიც წალკაში იმყოფება და გვიყვება, რომ შეუძლებელია ამ საპირფარეშოთი სარგებლობა. არიან განსხვავებული მოსაზრების მქონეებიც. მიუხედავად ანტისანიტარიისა, მოქალაქეთა ნაწილი გვეუბნება, რომ კმაყოფილია იმით, რომ საპირფარეშო უფასოა. იძულებული ვარ ვისარგებლო, სხვა გზა არ მაქვს, გვეუბნება მაქსიმ. ყველაფერი ჭუჭხიანია. კარი არ იკეტება, წყალი არაა. იძულებული ვარ, რომ შევიდე აბასად წავიდე. მე აქაური არ ვარ. წალკაში ახალი საპირფარეშოს მშენებლობაზე ჩვენმა რედაქციამ მასალა უკვე მოამზადა. ცნობილია, რომ თანამედროვე სტანდარტების მქონე საპირფარეშოს მშენებლობისთვის წალკის მუნიციპალიტეტი 258,000 ლარს დახარჯავს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, წალკაში კოსტავას ქუჩაზე 51 კვადრატული მეტრის საპირფარეშოს მოწყობა, მიმდებარე საყრდენი კედლის და მისასვლელი გზის მოწესრიგება იგეგმება. გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. სამუშაოები 2026 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით უნდა დასრულდეს. კადრები გადაღებულია 30 ივნის.